იცით ჩვენ არ შეგვიძლია ყველაფერი ვიწინასწარმეტყველოთ, მაგრამ ვიცით ერთი რამ თუ სწორ გზაზე ვდგავართ და თუ ორივე ფეხით მყარად ვდგავართ ჭეშმარიტებაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ კურთხეული მომავალი გვექნება. იმიტომ რომ ჩვენ დავდივართ არა ხილვით, არამედ რწმენით. როდესაც ეს თქვა მოციქულმა, რომ ხილვით არ დავდივარ, არამედ რწმენითო, ეს იმას ნიშნავდა, რომ მისი თვალები არ უყურებდა იმას იმ დროს, რაც მას სურდა, რომ დაენახა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის არ იყო კმაყოფილი მისი თვალების ხილვით მის ცხოვრებაში. ამიტომ თქვა მან, რომ რასაც მე ვხედავ, ეს კი არ არის რეალობა, არამედ ის, რასაც ვერ ვხედავ, მაგრამ ვიცი, რომ რადგან იესო ქრისტეში ვდგავარ მყარად და არ გადაუხვი არც მარცხნივ და არც მარჯვნივ, არ გამოვიყენე არც ეწლები და არც ცხენები, ვიცი, რომ ღმერთის დიდებული სულით მოვა ის, რასაც შეხედავ ჩემი თვალები და რასაც მინდა რომ შევხედო. დიდება იესოს. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ჩვენ ხედავთ რწმენით ხედავთ ღმერთის დიდებული სულის გამოვლენას ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ ხედავთ კურთხევებს ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ ხედავთ რწმენის ნაყოფებს ჩვენს ცხოვრებაში. ამიტომ ჩვენ ვლოცულობთ, რომ ღმერთმა მოგცეს მაღალი რწმენა, რომელიც შეძლებს ყველა სასწაულები მოახდინოს ჩვენს ცხოვრებაში. მივიღოთ სასწაული. ის სასწაული კი არა, რომელიც შესაძლებელია რომ მივიღოთ, არამედ ის, რომელიც შეუძლებელია კაცისათვის, მაგრამ ღმერთისათვის არის შესაძლებელი. და რაც დრო გადის ძვირფასებო, და ჩვენი რწმენა უფრო გაიზარდოს, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში რწმენა ან შემცირდება, ან გაიზრდება, მაგრამ ჩვენ არ გვინდა რომ შევცირდეს რწმენა, იმიტომ რომ ჩვენი თვალებით არ გვინდა ვიაროთ, გვინდა ვიაროთ ჩვენი რწმენით, გვინდა ვიაროთ ღმერთის ძალით. დიდება იესოს. და რაც უფრო მეტად მიდიხარ უდაბნოში, შეიძლება ფიქრობდეს ადამიანი, ამდენი ვიარე და მაინც არ არის წყალი, მაინც არ ჩანს კიდე, მაგრამ ჩვენ ეს ხალხი არა ვართ, რომელიც ვამბობთ ამდენი ვიარეთ, არამედ ჩვენ ის ხალხი ვართ, რომელიც ვამბობთ ცოტაღა დარჩა. დიდება იესოს. ეს არის რწმენით სიარული, რომ ცოტაღა დარჩა და არა ის, რომ ბევრი ვიარეთ. დიდება ჩვენ ძლიერ ღმერთს. თქვი ცოტაღა დარჩა. დიდება იესოს. მადლობა ღმერთს, რომელიც გვაძლევს გამარჯვებას. ღმერთი დამარცხებას არ იძლევა, ის რასაც იძლევა ერთადერთი არის გამარჯვება, ეს არის წინსვლა, ეს არის ძლიერი გამარჯვება ჩვენს ხორცში, ჩვენს მშვენიაში და ჩვენს სულში იესო ქრისტეს მადლის მეშვეობით. დიდება იესოს. ეს არის რწმენის სიტყვა, ეს არის ღმერთის სიტყვა, ეს და სხვანაირად ვერ იქნება. ჩვენ ვერ ვიქნებით ცხვირჩამოშვებული, ჩვენ ვერ ვიქნებით დეპრესიაში, ჩვენ ვერ ვიქნებით უიმედობაში, იმიტომ რომ ის ცოცხალია და მისი სიტყვა ჭეშმარიტია. ის გვეუბნება, რომ გვაძლევს გამარჯვებას. ის კაცი არ არის თქვას და მოიტყვილოს, ვერ შეასრულოს. ის არის პიროვნება, რომელიც რასაც ამბობს, იმას აკეთებს და თუ ჩვენ რწმენა გვექნება, ყველაფერზე გავემარჯვებთ იესო ქრისტეს სახელით, რადგან მისთვის შეუძლებელი არაფერია, რაც საჭიროა ეს არის რწმენა და ჩვენ არ დავდივართ ხილვით. დიდება იესოს. დიდება იესოს.